Siemens მეგობრებო, მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი დათო ლიკლიკაც. მოგესალმებით დათო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით დღეს გადაცემაში. უბრალოდ ეს არის გეგმიური მოწვევა არის რა, ხო ყოველ წელს წელიწადში ერთხელ ხო ჩაწერილი ხარ. დიდი მადლობა რომ მოხვედი, მაგრამ შენ იცი ხოლმე რომ ჩამოდიხარ აი რაღაცა ერთიანად ჩამოდიხარ ქუთაისიდან, ხო აი ბევრი გადაცემებს აგროვებ. ყველა არხზე ჩამოვივლი. კი ეხლაც ესე ვარ ჩამოს. მაგრამ მთავარი საქმე რისაც ჩამოვედი, რა თქმა უნდა ჩამოვედი. ხო შენი გულისთვის, მაგრამ მთავარი საქმე ეს არის სოფლიო გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზული სამიტი მინარევს საქართველოს დედაქალაქში, სადაც ვარ სტუმარი და კი ქორთეთ მარიოჩიარია შეხვედრა სხვა შორის რომ შემოვედი, მაშინ გეკითხებიანი ხო ისა რომელ შეხვედრაზე მიდიხარ და მეთქი ისა რა ქვია ესა უსაფრთხოების საკითხია ვარ თქო რა და გლობალური მეოთხეება ადგილობრივის ხوار ჩამოვიდოდი ამ ხელაგზიდან. სხვათა შორის გვაჩვენეს ძალიან მაგარი რაღაც ეს ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას და ბევრმა არ იცის ეს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ იციან რუსებმა და შიშობენ რომ ეს ლაბორატორია არსებობს ქვეყანაში. ნუ არ ვიცი რაღაც ასაული ვნახე მე გერმანიაში მინახავს რურის ქვანახშირის რაღაცა უზარმაზარისა თელ გერმანიას რუანატებს, რაღაცა მინახავს ამერიკაშიც ძალიან ბევრი ისეთი ორგანიზაციები, მაგრამ ესეთი რაც მე თბილისში აქვე აეროპორტთან ვიხილე, რომელიც არის ამერიკელების მიერ კონგრესმენ ლუგარის მიერ. სტრატეგიული ობიექტი ხო არის რომ დავასახელთ ახლა ხო ის არა, ეს საკმაოდ დასახელებულია და სამჯერ დააყენა გაეროში რუსეთმა მისი დახურვის შესახებ. ეს საიდუმლო არის, უბრალოდ შიგნი მოხვედრა რთული და ცოცხალ ჟურნალი შეიძლება თქვას ფეხი ბევრს არ დაუდგამს და მე მქონდა პატივი, მაგრამ ახლა როგორ აიცი, ასე არავინ შეგვიშვებს. შედიხარ, იხდი მთლიანად, ბანაობ, იბან მთლიანად, რასაც ქვია, გაცმევ თავიანთ დასაცმელს, გამოდიხარ, კიდე იბან და იცმევ შენ დასაცმელს და ძალიან ისეთი ისაა, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ლაბორატორია და შიშობს რუსეთი, ამიტომ რომ იქმნიანო ზიკა რო იყო ეს კოღო რაღაცა აქ შექმნესო და აფრიკის გასაწყვეტათო მე იზახდნენ ახლა ეს ფაროსანაც მან შექმნესო რომ აფხაზებს გაუგზავნო და 1000 ჭორებია ამაზე ონიშენკო ამაზე აკეთებდა განცხადებებს და ჩემი თვალით ვიხილე და მსგავსი არაფერი არ მინახავს და დიდად კი არ გამიხარდა რო არ მინახავს, მინდა რომ მართლა იყოს ისეთი ლაბორატორია რომ ეშინოდეს ნამდვილად რუსეთს და მართლა საამაყო რაღაცა რაც ვნახე ძალიან ისე თვითონ რეაქციები ახლა შენ რო ჩამოდიხარ ხო რაღაც სამიტებზე დადიხარ ცნობადობა რა თქმა უნდა დიდი გაქვს ხო? კი, ნამდვილად არის ახლა შენი დამსახურება, კი არის ახლა სხვა დამსახურებებიც, მაგრამ აი ამ ლუგარის ლაბორატორიაში სხვათა შორის რომ ვიყავი ახლა რომ იყო ესა თანამშრომლებს რო შევხვდით და იქ ისეთი რაღაცა ეს შენობა რომელიც მიწის ძრას უძლებს, ბომბის დაცემას, ჰაერიც კი არ შედის. ჰაერი სპეციალურად რაღაცა აი ამ ხელა შენობაა, სადაც ჰაერს აგროვებენ, იფილტრება და სხვა ჰაერი შედის იქ. რაღაცა სასაული ხდება და იქ რომ შევედი ყველა წამოიშალა და ესა არც ისე შეუხედავი ყოფილხარ, ბანო შოუში რო ყვებით ხოლმე. ყველა მიცნო, ძალიან გამიხარდა ცხოვრებაში უკეთესი ხარ, ბანო შოუში სულყვილად ხუმრობდით თქვენ ფიზიკურობაზე და რაღაცა ესეთი მომენტები მქონდა. სხვა შორის ძალიან ხშირად ვახსენე, ხა ჩამოვედი და ჩამოსული სიტყვა და უნდა გავასწორო, ჩამოსული კი არა, როგორც წინა გადაცემაში და ამოსული ვარ. ეს ძალიან მოეწონათ ეს ვიცოდეთ ქუთაისელებს და არა მარტო ქუთაისელებს, აბაშაში მე ბოლოზარებსაც ვაკეთებ სხვა რეგიონებში. აბაშაში ბოლოზარი და სხვა შორის ძალიან კარგი და იქაც კი მითხრეს ისა გამგეობის თანამშრომლობა ყველამ რომ რა კარგად თქვია, კაცო ჩვენ უფრო ამოსულები ვართ ამ ზღვის დონიდან, ჩვენ უფრო დაბლავართო ვიდრე ისე როცა ამ სხვა შორის ქუთაისში მითხრა ერთმა რომ ისა რა მაგრა იხუმრეო ამ ზღვის დონიდან ამოსულებს ზღვას რა უნდა ქუთაისში, კარგად გაიგო ხუმრობა. ამიტანი კარგად. გონია რომ ზღვა გონია ქუთაისში. კი ბატონო, ხო ძალიან ისე გაიგო. ესე გაიგო ხუმრობა. კი ბატონო, კი. ანუ ყველა მხრიდან სასაცილო გამოდის. და ესე ამოვედი ქუთაისიდან, ასე ვთქვათ, რამდენიმე დღის. ახლა მოდი ქუთაისში, ძირითადად ქუთაისში არის შენი სამსახურები დაფუძნებული ახდება ისეთ ზოგადად. რა ვიცი, ვართ რა, ისე იუმორის ქალაქი ვართ, შეგვჭა იუმორი. მიირთვით ჩვენი გამოგილებელი სასმელი დღეს. სხვათა შორის ეს მე დაცხა, ხო იცი, ეს ორანჟს უფრო ვანიჭებ, თუმცა ისიც მომწონს, მაგრამ კი ბატონო. კი ბატონო.
იცი რა იყო ერთი ამბავი მახსენდება, როდესაც რაღაცა დათო აი სხვადასხვა ტელევიზიებში ხო ესე ხშირად უკვე რაღაცა ხშირად გეძახიან ჩართვებზე და ქუთაისიდან ჩართვებზე ბატონი დათო ლეკლიკაძე ჩაგვერთება ახლა და კონკრეტულად დააფიქსირებს თავის პოზიციას და რაღაცა ნუ ესეთი ტექსტები არის ხოლმე და შენც ერთვები რაღაცა და ეს ბოლო იყო თუ არ ვწდები სექს მუშაკებს იცავდით ხმალამოღებული იცავდით ხო აი მე ისეთი ამბავი ამიტეხეს შემდეგ ქუთაისელი კაცი როგორ შეიძლება სექს მუშაკებს მე შემომიცვიდნენ და ეს კაი ბოზები ხარ თქვენ ჟურნალისტებიო და ბოზი ხარ დაბა ვის დაიცავ და რაღაცა იმნაირი ამბავი ამიტეხეს ხო და არა და ნამდვილად არ ვიცი რას ერჩიან ამ ადამიანებს ის არა ან რას აფუჭებენ და ან თუ აფუჭებენ როგორ უნდა აკრძალო არ მესმის მე ხო ჩემი ოპერატორი ონისე ეს ის არის ზენა გადაცემაში მოვყევი მამაომ რო დაასველა ჯიპით გუბეში და მაშინ რო უთხრა რომ ის იყო უნდა შემეგინებიაო და მამაო რო დავინახე ალბათ მაკურთხაო ბიჭო რო გადაიწერა სასწაული იუმორი აქვს და ამ თემაზე ახლა რომ ასე ამ მეზრეობის დაცვაზე შეურაცხყოფები მაყენეს ხო და ისა რაღაც ვახშამზე ვართ კოლეგები და მოსაწევად გამოვედით ახლა უკვე ვეღარ ვეწევით რესტორნებში და იქ იყო ესეთი ჰამაკივით რაღაც ძალიან კარგი საქანელა ხო და ესეთი ფანჩატურში და მოდი რა დაჯექი და ისა რა უნდა გადაგიღო ფოტო და აი რა თემი და საქანელაზე ფოტო მე უთხარი ონისე და ახლა მე ბოზიკი ხარ და მაგრამ გაქანებული იქნები გაქანებული იქნები რო სასწაული იუმორი აქვს ისა მე ძალიან ხშირად ვიპატიჟები ყველაფრის გახსნაზე აი თუსადმე ხანდახან მაგრატელსაც კი მეძახიან ისა ქალაქის თუსადმე ლენტი იჭრება და რაღაცა ეგ არის უფასო ფურშეტები რაღაცები ხო და სულ დავდივარ ამ ფურშეტებს ეს უფასო ფურშეტები გიყვარს არასოდეს არ მომობ ბუარს ამ ფურშეტებზე და ისა ონისე მეუბნება რომ ისა რა შვებით ახლა რა საჭმევთო ბავშვო ისე ძვირი ღირსო ყველაფერი რა არ ვიცი ახლა მე უთხარი უჭირებთ თავს თქო და ცოტა ხან გაუჭირებთ და ერთი წუთში წაიყვარ მე ფურშეტებზე ბავშვო ჩვეულებრივად ეს გულიწდება რომ ჯერ ვერ მიყავს ფურშეტებზე ცოტა შორის ცოტა ხნის წინ დამებოღმა ძალიან ერთ-ერთმა სკოლამ გამოკითხვა ჩაატარა 10 ქუთაისელი სხვა თაობის უნდა დაეხატათ გამოფენა ქონდა თქო სამხატვრო სკოლას უნდა დაეხატა სერიოზულად უნდა დაეხატათ და შექმნეს ჩემი პორტრეტიც მეც მოვხდი ამ ათეულში გამოკითხულთა და ესა და ძალიან ისე გავახმოვანე სამსახურში რომ ისა თქო დღეს გალერეაში მივდივარ გამოფენა სადაც ჩემი ფოტოც ჩემი ტილოც გამოიფინება ასე ბავშვებმა გადაწყვეტა ჩემი დახატვა და ონისე მამომხედა რაღაცა ისა ქვემოდან და რამე ავანგარდისტული გამოფენა ალბათ შენ რატომ უნდა დახატოს ბავშვებმა რამ გადარია შენ დახატა ხო ეგ არის არა კიდე რაღაცა იცი რაღაცაზე იყავი კიდე რაღაცა ვიღაცას ეჭყუბებოდი მახსოვს გენდერი სიტყვა პირველად რომ თქვი და ეს გენდერულ თანასწორობა და რომ გავილაშქრე პირველი ისა ეს მაშინ არავინ არ იცოდა ეს სიტყვა და ისა სულ ახალი და მახსოვს ერთხელ გენდერი რო ვახსენე და ამიძახა ვიღაც მაგნაირი შენ ხარო არ იცოდა უკვე ისა რა თქმა გენდერი მაგნაირი შენ ხარ არ ვიცი რა იგულისხმ ამ გენდერში და ფურშეტები გიყვარს საჩუქრები გიყვარს ზოგადად ხო ახლა საჩუქრები ვის არ უყვარს კი ბედა აი ეს მაინტერესებს შენ თუ ჩუქნი ვინმეს საჩუქრს კი როგორ არა ჩუქნი სხვადასხვა რა საჩუქნიან იმას ჩუქნი ხოლმე ისა მე მაგალითად თუ სადმე ტრენინგზე ვარ თუ სადმე შეხვედრაზე ვარ ჩუქნია ბლოკნოტებს ხო და აი სადმე ძალიან ბევრი ბლოკნოტი მიგროვდება ხოლმე და კაი ბლოკნოტები ისე კი არა რაღაცა სათამაშო ბლოკნოტები თავის ისა პასტი თავიდან ნავარო ჩენი თავის კალკულატორი რომ მოყვება და რაღაცები და ბევრი კარგი ბლოკნოტი დამიგროვდა და დაბადების დღეებზე ამით დავდივარ ხოლმე ბლოკნოტებით და ისა მქონდა ეს ტრადიცია და ხო ჩუქნი მაგრამ გითხრათ ახლა ისა ფული ვარ დაგიხარდა ხო მე ერთ პერიოდში ერთ-ერთი მერობის დროს მერები ხშირად იცვლებოდა ჩვენთან მოგეხსენებათ მერიამ დაბეჭდა ერთი ძალიან ბევრი სასაჩუქრე სერიოზული ბლოკნოტი და იქ იყო თავისი დატანილი ქუთაისის რაღაცა ესეთი ისე და მე მალე შეიცვალა ის მერი და სხვა მერი რომ მოვიდა აღარ ისურვა სასაჩუქრეთ გაეცა იმის დაბეჭდილი ბლოკნოტები და 500-ამდე ბლოკნოტი დაგვრჩა ისე ტყუილა ეს ოთახში დაგვიწყვეს და მიტოვებული 500-ამდე იცოცხლე თქო მივადექი ამ ბლოკნოტებს თუ საქმე დაბადე
ისეც უკვე დაბადების გარეშე ჩუქნიდი ვიღაცებს რაღაცა შეხვდებოდა რაღაცა და ამას წინათ იყო ჩემი კოლეგა ქეთი ბერძენიშვილი, კარგი ჟურნალისტი, რომლის შვილის ნათლია ვარ და დავინახე ქეთი და ეს ჩემ ნათლურს წაუღე და გავისროლე ერთი ბლოკნოტი ისე ძალიან თამამად და ვაიმე ძალიან დიდი ისე გაუხარდება შაშანაც ისე გაუხარდა ზუსტად ეს ბლოკნოტი აშუქება ვაჰ უკვე მივხვდი რომ მეორე კრუგზე მივდივარ დაბადების დღეებზე და დავანებე თავი უკვე ბლოკნოტები გაშუქებას წინა გადაცემაში შევკვირდი რომ ანუ დედაშენი კლდიაშვილის ქალბატონი ბრძანდება და რაღაცას მოგვიყვებოდი დედაზე ხო ეს საინტერესო ნუ ახლა დედაჩემი რო კლდიაშვილის გვარისაა ეს კარგიცაა და სერიოზული პრობლემებსაც მიქმნიდა თელი ცხოვრება მე ბავშვობაში ხო იმიტომ რომ ისა როგორ ლიკლიკაძე რომ იყავი და ახლა დიდად შესახედავად რო არ გამოვირჩეოდი ბავშვობაში კი იცი ისა დიდად არავინ არ მაღიარებდა კლდიაშვილებში ესენი სიმონეთიდან არიან კლდიაშვილები დავით კლდიაშვილი ქედანაა და მისი შთამომავლები არიან და ნუ ძალიან კუდაბზიკა ხალხი აგერ კლდიაშვილების ნაწარმოებში რაც გინახავთ ზუსტად ისეთი ადამიანები არიან ჩემი ნათესავები არანაირად არ მაღიარებდნენ სანამ ტელევიზორში არ გამოვჩდი უკვე 90 წელს გადაცემებს აყვან არ დავიწყე და რაღაცას უკვე ისა ხო ტელევიზორში კაცი გამოჩნდება მე გონიათ რომ მართლა ჭკუა მოეკითხება და მე გეკითხებიან რა ხდება და სანამ ჩვენი კაცები სანამ ტელევიზორში არ გამოჩნდი არ მაღიარებდნენ მე დამიწყეს უკვე ლაპარაკი და სანამ აი რო ჩამოვარდებოდი კარგი სიტყვა პასუხი ხარ მეშლებოდა სადღეგრძელოს ვიტყოდი სიმონეთში არაიმე და რა გვარი ხე დედა შენო მეტყოდა ხსა ლიკლიკაძე მეტყოდი და ვაი გაჩერდებოდა სულ ყველა რა უჭის მე რა შემოგოდ кайბოში ხარ მეტყოდნენ შეღავათში შედიოდნენ უბრალოდ რომ დედით მაინც კლდიაშვილი იყავი და ესეთი მომენტი აქვს დედაჩემი თვითონ ახლა ძალიან კუდაბზიკა ქალია ისა 90-იან წლებში რომ ინგრეოდა ქვეყანა და ისა რა ქვია ხალხი შიმშილობდა ისა პისეცის შუბით და ნორკის მოსადებით რომ გამოვიდა პირველ სკოლასთან ისა ეს პისეცი და ნორკა კიდე მამაჩემს რა უჯდებოდა მაგის სხვა საკითხია ხო და ისე რომ გამოვიდა ისა პირველ სკოლასთან ყველას მილიონერები ვეგონეთ ამ დროს იმ ნორკაში იყო მთელი ჩვენი სიმდიდრე საერთოდ და ეს ის პერიოდია ბაბანერგები რო არ იხსნებოდა და ისა ფინანსებში რო ელაპარაკებოდა ხალხი და ეს ბაბანერგები რო არ იხსნებოდა ეს სერიოზული ეპოქაა ისა სტუმარი რომ მოვიდოდა და ეს რა არის ბაბანერგა ხო თუ რაღაცა ხო და ასე სტუმარი რომ მოვიდოდა გაიგე ხო და ეხლავე მოკიდებდა ხელს და თან რო გამოხედავდა სტუმარი მე რეიწყებდა გასნას და უნდა გახდა და წამოხდებოდა ხუთაისა არ გახსნა შვილებს გაბიჭ არ გახსნა არ ხსნის თუ პაუზა ჩამოვარდებოდა მაშინ ვითომ ვერ მოუძებნა თავი არ გახსნა და ნუ ბოლო კაი არ გახსნა დავდებდით მე ამ ყველაფერს და ხო და მე მაგრამ ეს ყველა ოჯახში ასე იყო არ იხსნებოდა ბაბანერკები საერთოდ და მე ეს ბაბანერკა მე კლასის დამრიგებას ჩუქნიდა და ეჩემ მე იგი ალბათ მისი შვილის დამრიგებას ჩუქნიდა რაღაცა და ერთხელ ისე გაგვიხარდა ჩვენივე ბაბანერკა მოგვივიდა ორი თვის მერე იმხელა წრე გააკეთა ყველას გვახსოვს ეს პერიოდი ნამდვილად იმხელა წრე გააკეთა ამ ბაბანერკა ხო არა ეს ისეთი მომენტია რა ხო ვითომ ვერ ახსნი რაღაცას რო ეცეთ რო ატრიალებს საიდან იხსნება ერთი ბაბანერკა ერთი ბაბანერკა რო და მართლა მოგვივიდა ერთი ბაბანერკა ჩვენ თო 3 თვის მერე ისე გული დავსწა რო გააჩუქა მაგრამ დაბრუნდა ანუ თან ვადასაც რო აღარ უყურებდა არა ვადას მაშინ ვინ უყურებდა სულამიცეს ვადა თუ არცებობდა ისტაობა ვადაში რამეს მოდი ვისაუბროთ რაზე იცი სულ მოგზაურობაში ხარ ხან სათხარ ხან იტალიაში მაგალითად უკვე ისე დადიხარ რა სხვათა შორის იტალიაში პირველად რომ ვიყავ იტალიაში ახლაც ვიყავი ისა ჩემი მედია სკოლის ბავშვები ყავდა წაყვანილი ახლა მივდივართ ერთ კვირაში სხვა შორის პრაღაში ამ მედია სკოლას ახლა სხვა თაობა და იტალიაში პირველად რომ ვიყავი ხო პირველად რომ ვიყავი ვახდი ქალაქის მერს მაშინდელ ქალაქის მერს საგადასახადოს უფროს ყველა ფულიანს ისა რა ქვია ბანკის მართველს საბაჟოს უფროს რაღაც ძალიან სერიოზულ ხალხს ვახდი კაი დელეგაციაში ვიყავი ერთ წუთით და ისა ფული რა უნდა დაგეხარჯოს არანაირად ჯერ ახლა ფულის ხარჯვაზე ისაც გადარეული არა ვარ და მით უმეტეს იქ რა გადამრევდა ახლა საგადასახადოს უფროს საბაჟოს უფროსი ქალაქის მერი ბანკის მართველი იქამდე რომ 80 ევროც წავედი და 120-ით ჩამოვედი ხო და ისა რაცა მოიგე ხო და ისა
თანყვებიან ეხა ესენი იქ რაღაცა ვატიკანში ის მუზეუმი 25 ევრო, ეს 25 ევრო, ის 30 ევრო, ის 40 ევრო რაღაცის ნახვა და ხან ერთი იხდის, ხან მეორე იხდის, ყველა რაღაცას ისა და ისა კოლიზიუმი ღირს ძალიან იაფი ისა რა ქვია. კოლიზიუმი ღირს 8 ევრო ღირდა მაშინ და მოდი ამას მაინც ვიყიდით ხო, იმიტომ რომ შემწყვა ეხა ხო, რაღაცაში ხომ უნდა დავხარჯო ფული ეხა ხო ახლა ჭამაში და იმაში მიგახტებიებდა ისედაც ხოს ხო. მოდი და ვქენდე დავასწარი ამათ ვიყიდ მე ნაყიდი მაქვს მეთქი, გაიგე რაღაცაში ფული ხომ უნდა დავხარჯო და მე ერთი ამბობს რა სისულელე ვქენითო, ესო ყველა დავხარჯეთო ფულიო, იმიტომ რომ კოლიზიუმი რასაც ხედავთ გარედან ისა უფასოდ იგივე შიგნია ფასიანი უბრალოდ. მართლა ერთნაირია კოლიზიუმს ხო ხედავ გარედან, შიგნიდან იგივეა, ხო შიგნი ფულს იხდი. შემომეყარა გულზე ხა რომ რაში დავხარჯე ვიფიქრე 8 ევრო და მინდა პეტრეს ტაძარში ისა გავიარეთ იქ პიეტა რო არის ძალიან ცნობილი მიქელანჯელოს გარდამოხსნა იესოსი ისა და მართლაც შთამბეჭდავის ანახავია და ისა იდგა ხალხი და ტირის ყველა რო უყურებს და ცრემლები თავის იწყებენ დენას და დავდექი დავიწყე მეც ტირილი არ ვიცი ახლა ეს მიქელანჯელოს გავენა იყო თუ ჩემი 8 ევროსი რომელიც იმაში გავიწოლა ხო მაგრამ ფაქტია რომ ტირი მეც რაღაცა აკეთეს ბოლოს შევედით ამ კოლიზიუმში და ვათვალიერებ და ახლა ყველა მუზეუმს მაინც გადაებენაზე ათვალიერებ ხო ახლა რაღაცა ჩქაჩქარა რაღაცა აკეთეს ესა იაპონელები შევიდნენ სხვა შორის ასე უღებენ ჯერ ფოტოებს და მე სახში ათვალიერებ რა ნახე ხო და ვინაირ ჩქარა უნდა ყველაფერი ვნახონ და მაგრამ აქედან ძალიან ნელა დავიწყე ზოზი ფული მაქვს გადახტილი დავდივარ მე ფერები კედლებს ხო და გამოდი გავიდეთ რა არის აქ გამოდი მიზახა ხო დელეგაცია კაიო ჩვენო გავალთო ნელა დავიძრებითო პიაცა ვენეციისკენო ხო და დაგვეციეო კაი თქო და ასე ვათვალიერებ და გამოვეთხოვე ამ კედლებსაც და იმ 8 ევროსაც და გამოვედი გარეთ და ისა გარეთ დავხდნენ ისა რომაულ ფორმებში გამოწყობილი გლადიატორები რაღაცა ისინი მებრძოლები რაღაცა მოკლე რკინის აბჯარი რაღაცა რკინის კაბებით და რაღაც ბანჯგვლიანი ფეხებით და შუბებით და იმგენით და ისა ფოტოს გადაღებაზე რო გთავაზობენ ძალით მოდიან და დგებიან და ფოტოს იღებენ და მაშინ პირველად ვიყავი თქო მიტომ ამბობ და არ ვიცოდი ახლა მე მეგონი რაღაცა სერვისის ნაწილი იყო ან ისა რა ქვია ან რაღაცა ტურისტი რო დაინახეს გაუხარდა თუ არ ვიცი რა გადაარევდათ მილიონით ადამიანთან ფაქტია რომ გადავიღე ორ გლადიატორთან სურათი და რომ დავამთავრებ და მე მომიბრუნდა და ისაო კვადრო იურო მეუნება გამიგე კვადრო იურო კი არ მომეწონა ხე კვადრო ვიცი 4-ია დუე ამასო ანუ გაანაწილა რომ ორი ფოტო გადაიღეო გამიგე ხო და რას ლაპარაკობთ მეოთხარი ფატიმამ რო გაიცინა მეორე სერიაში ნერვიულად ისე გამეცინა მეთქი რა ის 2 ევრო და 4 ევრო უნდა გადავიყადო თქვენ კარგად ხო ხართ ფიქრეთ და ხო და გადი კაცო იქეთ ხო და ეკაცო ყოფილა მამაკაცის ასკოს ორგანო თურმე იტალიურად ხო და კაცო რო დაუდახეთ ლა გადაირია რაბაზე და ხო და დაუსხლდი უცებ ამათ ხელიდან და გავიქეცი კოლიზიუმს ურტყამ კრუგს და გამომეკიდენ ესენიც უნდა ნახოთ ახლა სცენა მე გავრვივარ და ის რაღაცა გძელი ცხვირით რაღაცა თამყია პეპიტო რაღაცა უძახიან ძელცხვირი არის რო ხოშე კვადრიატო რაღაცა ყვირიან და მომზდებს შუბით მომზდებს ორი ადამიანი მოკლე რკინის კაბებით და გავიქეც და კიდე მომზდებენ ეს უპატრონები ჩემზე მეტი გადარეული ყოფილა ფულზე 2 ევროზე როგორ მზდიან კაი გავიგე მე გავრვივარ ესენი რამ გადარიათო რა ხონდა თან დავინახე ჩემი დელეგაცია და არ მინდა რომ დავინახო შუბებით მომზდებს ხალხი რომის ქუჩებში გავვიო და მომზდებენ ძველი რომაელები 2 ევროს გულისთვის ხონდა რაღაცა უცებ ისინი აფირისტები როდგანან ჰაერში რო ისა ვითომ ჯოხსეთ განან და ფულებს აძლევს ხალხი იმათ ამოვეფარეს რაღაცა და მიცვიდნენ და მაინდა-მაინც მეთან მივიდნენ პეპიტო უძახიან ძეცხიან კაცო იგენი მიხვდა რა ფიცი იყო საქმე რაღაცა გააფუჭა ალბათ ეძებენ თქო და ამგეს კი უხნევ ხელს არ უთხრათ მე რაღაცა და მე ქალაქის მერი მეუნებოდა ისაო იგაგვიკვირდება ისაო ვიღაცა გარბოდა თავს-მოგრეჯი და მისდევდა შუბოს და ჩვენ ვიგეთ ფილმს იღებენ თქო და არ მოგაქცია ყურად ესეთი გადამხდა იტალიაში 2 ევროს გულისთვის. რამ გადარია 2 ევროს გულისთვის რომ მოგდა. არამით არ მეგონა თუ გამომეკიდებოდნენ ესე. იცი რა სპორტით თუ ხარ გატაცებული, ყველაფრით ხო ხარ დაკავება, აი სპორტია, მაგალითად ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ თუ არა? აი გერმანიის გულშემატკივარი ვარ, როგორ არ ვიცი რატო, ისე ხო ვიღაცა ყოველაა და რაღაცა რო გეკითხება ისა ძალიან არ მიყვარს ისა რომ მე გერმანიას რომ მკითხო რატო არა, ისე მე არ ვიცი შეიძლება ის გავლენა რომ მიყვარს გერმანია, ხო, ხოლოდ ისე, კი, სხვა შორის უყურე ერთ-ორ თამაშს.
კი, თუ ორჯერ არც უთამაშია, თასი ერთს უყურე. ანუ ის რომ ვიღაცებს ეკამა თუ რაღაცა ჩაერთო პოლიტიკაში არა ხო? სპორტთან ძალიან ისეთი ისამაკ ახლა ბავშვობაშიც კი სპორტში ჩემი სპორტი იყო ისა დეჩი მიკლავდა თავს აუცილებლად სპორტში უნდა იყოსო კარატეში უნდა შევიყვანოთო ისა რო დახვდეს ვინმე გალახავსო ვისი გამლახავ ვიყავი ისა იქეთ არ გაველახე ვინმე ქუთაისში ვიუნდა გაველახა მე ჩემ დაობაში და კარატეში შემიყვანეს ერთი დღით ახლა რატო შევედი და ახლა იქ ხალხი ფეხს ხმარობდა როგორც ხელი და ისა რო ფერთხა ვიღაცამ ფეხი სახეში ვიღაც იმ ღამესო გამოვედი კარატიდან. არა, ჭიდაობაში ვიარე 1-2 თვე, ხო. ჭიდაობაში ვიყავი სხვათა შორის, კი დავდიოდი. შეჯიბრზეც კი ვარ გასული გითხრა რომ ისა, ხო, რაღაცა ესა 1 თვის შეყვანილი ვიყავარ და შეჯიბრი იყო ქუთაისის პირველობაზე. ხო და ხა მე ვინ ჩამსვამდა და თქვი რომ ეს შეჯიბრია და მე არ ჩამსვამდა, მოვარდადე და ჩემი და ჩემი შვილი ჩასვით სასწრაფოთო და ხო და არა ქალბატონო, არაფერი შეიძლება მის ჩასმაო. ისა იცოდა ხა იმან ჩემი მონაცემები რა თქმა უნდა და ტრენერმა მიგაყვანა შეჯიბრზე არ შეიძლება და რას ქვია არ შეიძლება რატომ მიჩაგრავ ჩვილსო რას ლაბარაკობთ ქალბატონო დაჩაგვრა თქვენ მაშინ ახეთ ეგი თუ გავიდა ხო იმასაც დაჭიდაოთო გიდა არა მოიკლა თავი მივარდა იქ მერიაში ან მაშინ მერიაში თუ რა ერქვა მაშინ და განხების განყოფილების გამგეს და არ ეკინა სასწაული იქნა სასა ჩამსვეს ამ იმაში ბოლო და ესა შეჯიბრი და წამიყვანა მამა ჩემმა დილით იყო ეს შეჯიბრი და მე მეორეს მონა ვიყავი სკოლაში და ისა და მეორე ადგილზე გავედი ხენ წარმოიდგინეთ, მოიცათ ოღონდ ჯერ დასკვნები არ გააკეთოთ. მეორე ადგილზე გავედი, მომცეს სიგელიც მომცეს, რომ მეორე ადგილი დათო ლიგლიგაძე რაღაცა და ეს სიგელი რა თქმა უნდა მამაჩემს გავატანე სახში, მე დამტოვა სკოლაში და ნუ ახლა რა ამბავია თურმე ექსაბიჩას დეჩვა მეორე ადგილზე გავიდაო. ატყდა ამბავი და ეს უკავიათ ის ფეხბურთელი რო დარბიან ხოლმე, თასო დაატარე, ჩხო ჩამოატარა თელსაფიჩხიაზე. მერე ისა გამოიყვანე ნოდარი მანქანა, ოთხ შეშტო იყავდა ერთი მწვანე. ხო და ისა, ხო და გამოაკრეს ეს წინ და მე ხარაზოვის ბაღს ხო ურტყეს იქ ისა წრეები და გააგები ეს თელსაფიჩხიას და ისა ამ ხალხს ვისაც ისა რა ქვია ჩემი წარმატების არჯეროდა და ასეთი იყო თელიუბანი ხო ყველას ხო დააჯერეს რომ მეორეზე გავედი და დაასრულდა ეხა სკოლა მოვდივარ სახში და ისა ეს ფიზკულტურის ფორმა ასე კი ასე ფეხი კენწლა ფეხებით ეს მოწყენილი მოვდივარ და ურტყამს რომელშიც ის ჭიდაობის ფორმა აქვს შიგნით და ისა მოვდივარ და როგორც კი შემოვედი უბანში და მეზობლები და გილოცავ და ხო და მოწყენილი მოწყენილი და რა იყო კაცო მეორე ადგილიც ამათ გონიათ რომ პირველზე ვარ გავედი მოწყენილი ვარ მეორე ადგილიც მაგარი შედეგია შედეგი არა ისა კიდე ჩემ წონით კატეგორიაში 3 ვიყავი თუ ერთი არ გამოცხადა ერთთან გიძავაგე კი ავიღე ვერცხლის კი ავიღე ასე ვერცხლის 3 კაცი ვიყავი თუ ერთი არ გამოცხადა მეორესაც წავაგე და გავხდი ვერცხლის მედალი სოშოს ქუთაისში იყო კაცი სულ მეორე ადგილზე გადიოდა ხო სულ ვერცხლის მედალს იღებდა იუდას ეძახებს სულ ვერცხლის მედლები ხონდა აღებული იუდას ნეცასე ვერცხლის მედალით გახდით ისა რა ქვია იცი რა იყო ჩემი ანუ შეხო ბევრი სამსახური გაქვს ხო ამაზე ყველა გადაცემაში ვლაპარაკობ ყველა მოსვლაზე სულ უმატებ რა სამსახურს ბევრი სამსახური უმატებ და მაგრამ ყველაზე დიდი შოკი გამოიწვია იმან რომ დაგინახე და კიდე ერთი რაღაცა პროფესია ქონდა მორგებული ეს იყო საადგას საოპერო ჟანრში რომ გამოხედი და მღეროდი და აი ეგ იყო აი რა ვიცი აი თუ გვაქვს ეს ვიდეო რა თუ შეიძლება რომ გავუშვი ისა ეს რა ხდება ახლა კონცერტმეისტერი ჩვენი ოპერის თეატრის მეგი ჭანტურია რომელიც არის არაჩვეულებრივი პიანისტი მითხრა რომ მე შენ აუცილებლად აგამღერებო დამაჯერა იმდენად დამაჯერა და ეს თავის მანერები ახლა კი ნახეთ ისა რა ქვია როიალთან როგორ მიჭირავს როიალთან თავი და კონცერტმეისტერს თანხმობას რო ვაძლევ რომ დაიწყოს ისე კი არა პირდაპირ დაიწყოს ის კი არ არის ხო ხეთა თელი ის არის და როცა მზად ვიყავი ამისათვის რომ მაყურებელი არ მოატყურო ეკუთვნოდეს სცენას და ესა და მთელი ეს პროფესია შეავასრულე და მე უკვე ნამეტანი მომიდოვე მე მიდოდა ვიღაც იუბილე იყო და ხო არ მიმღეროთ ხო და მე მეგიმითხრა ხა შენ როგორც ასე დამაჯერა რო სიმღერა შეგი ისე დამაჯერა რო ჩემი საქმე არ არის ხო და ასე რომ ეს ერთხელ მიმღერე თვითონ ახალ პროფესიებზე მინდა გითხრა რომ გიდის პროფესია დავიმატე
გიდი, ტურისტული გიდი. მე დავიმატე რა ისა ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ, არაჩვეულებრივმა ხალხმა, ისა ჩემმა კოლეგამ დამიკავშირდა და ესეო გიდი რო იყო სტამბულშიო გვინდაო გავაკეთოთო, ეხლა ვიყავით აპრილში ტიტების ფესტივალი დათული გლიგასთან ერთად. კაი კაცო მე ვთხარი ეხლა. რა ის დათული გლიგასთან ტიტების ფესტივალი ვინ წამოვა ეხლა მან თქო და უი რას ლაპარაკობო ისა რა ქვია. შენ არ იცი როგორი პოპულარული ხარ, ხო თბილისშიო. ხო და ისა კაი თქო ვიფიქრე ახლა ხო რაღაცა მიყავხართ რაღაც ტირების ფესტივალზე და ახლა სტამბული ასე თუ ისე ვიცი და რა უნდა იყოს ახლა ხო ისეთი და დავთანხმდი და ესა სხვა შორის ერთ-სამ დღეში ქუთაისელი ძალიან კარგი ისა ქალბატონები დამიკავშირდნენ და ისე ჩვენ როგორც კი გამოქვეყნდა Facebook-ზე ეს Facebook ბანერი რომ ტური ლიგლიგაძესთან ერთად დავრეკეთ და ადგილები აღარ არისო, ყველა ბილეთი გაიყიდა უფრენით. ხო, რა თქმა უნდა, ნუ ახლა უფრო ვირწმუნე ჩემი გიდობა, ასე ვთქვათ. ხო და მე მეკითხეს ოღონ რომ გაიყიდა ყველა ბილეთიო თქვენო ისა რა ქვია. ხო იცითო გიდიო რა როგორ არ ვიცი მე უთხარი. აზზე არა ვარ, ექსკურსიის გაგონებაზეც ისე მეშინია ბავშვობაში ვარ მარტო ნამყოფი ისა დადიანების სასახლე გვაჩვენეს და მშობელთა კომიტეტი იყო ჩვენი კლასელიზე და ისე გაგვლახა სულ ყველა ისე ცუდად ვიქცეოდით. ხო და ექსკურსიას ვახსენებ ახლა თავზე ხელს ვიფარებ. გულიკო დეიდამ ისე გაგვიდო წიხქვეს 35 ბავშვი. ხო და ისა მის მე რაღაც გიდი და რაღაცა ისა არის და ხო იციო გიდმაო რა უნდა როგორ არ ვიცი თქო მე იხტიბარს არ ვიტეხი ისა რა ქვია დედაჩემს გავარ სხვათა შორის დედაჩემი გახლავთ პროფესიის ექთანი შეიძლება გადაირიოს რომ ამბობ ამას იმიტომ რომ ეს მაგრამ კი ვერ ათქმევიებდი ექთანი რო იყო ვინმე რო კითხავთ თქვენ პროფესიით მედიკოსი გახლავთ მედიცინის მუშაკი იმიტომ მედიცინის მუშაკი თავის თავში მოიცავს ექიმსაც ექთანსაც არ აღიარებდა ის ექთანს და ის მედიცინის მუშაკი გახლავთ და ყველას ექიმი ეგონა და ახლა ჩვენ უწყობდით ამ ხმებს ხელს რომ ეს მედიცინის მუშაკია ხო და ხო იმას ყვებოდი ახლა უტეხათ გიდობაც შევითვისე და წავედით ეხლა და სხვა შორის ძალიან განათლებული ჯგუფი შეიკრა 30 ქალბატონები იყვნენ ძირითადად და 30-ვე ძალიან განათლებული ქალბატონი ახლა რო იცოდნენ თურქეთის ისტორია, ზოგადად სოფლიო ისტორია და ჩვენი ქვეყნის ისტორია და ძალიან მომზადებულები სულ და ისეთ შეკითხვებზე მიწევდა გამკლავება რაღაცა ვიყავით და ეს ის ადგილია ხო დეუდ ფაშამ რომ მოაკვლევინა ისა რა ქვია სულთანს დიახ მეუბნებოდი მოდებაში არა ვარ საერთოდ დეუდ ფაშად ვინ რა მოაკლებინა ის სერიალი მაინც მეყურებინა ეს კოსემის რისხვა ყველაფერია შიგნი იმაში და ისა და ხო ერთმა ვიკითხა კიდე დოლმაბახჩესთან აქ არის ხომ კოსემის რისხვა გადაღებული დიახ მეუბნები არა რას ლაპარაკობთ მეორე მეუბნება დოლმაბახჩეს სად იყო აშენებული ტოპკაპიში რო იყვნენ ესენი უი დიახ ამას მეუბნები მე ხო თქვენ უფრო ძალიან ცუდ დღეში ვარ რა ერთი სიტყვით და ტაქსიმზე ვიღაცა ესე დერვიშის ფორმაში ქუდი ახურავს ბიჭ და ქართული ლაპარაკი და ქართველები რო გაიგონა, აბა ქართველებო, ისაო რა ქვია, ნაყინსხით და გაიგე? და ქართველებო და შევხედე ამ თურქის იმაში და რაღაცა ქართული იცის და ქართველი ხარ ბიჭო ვეუბნები ხო და ესა რა ქვია ქართველი ვარ ქართველი იძახის იქიდან და ვაიმე ლაზი რომელიც ისა რა ქვია ხვიჩა და გოჩაშვილთაშვილი რაღაცა მამლუქის ვიღაცა მისი დიდი ბაბუა გამოიტაცა ვიღაცა გაყიდეს მონის შვილიშვილი ქართველი ხო ვეუბნები და მივიდეთ ეს ჩვენიანია ჩვენებურია ხო და მივედით ვეფერებით ტირიან ესენით ქალბატონი ტირი ვარ მე ხო და შენ შემოგევლი აქ რა გინდა როდის გადმოიხვეწე ხო და უცებ შემომიტრიალდა ეს შენ და თოი არა ხარ ლიგლიგაძეო კარგი არ მომეწონა კითხო მეუბნები ისა ვერ ვიცანი მე ბიჭო ტყიბულელნიკაია ვარ ბანაკში დირექტორი იყავი ჩვენი აქა რა გინდა შეუპატრონო რა გადებს თავზე კინაღამ ინგილო ქალივით ქლიავი გადავაყარე იმ ქუდზე რაღაცა ქართულს თურქის ხა და რა ვიცი 2 წელი აქეთვა ტაქსიზე მაროშყიდი აგერო რაღაცა პატრიოტული ნომერიც მიდოდა რომ რაღაცა ფოტოები გადაეღოთ აცრემლებულ ლასთან ისიც არ გამომივიდა ვახ ძალიან მაგარია დათო კაი ბოლოსკენ ისე არ მინდა გაგიშვერო რომ ერთი აი რაღაცა ქუთაისური ხასიათის კიდე ერთი ამბავი არ მოგვიყვე იმიტომ რომ ხო ვიცი შენ მომზადებული ჩამოდი ერთი წელი ნამდვილი ამბავი მაქვს სხვათა შორის ისა რა ქვია იმედი არ ეწყინება ისა რა ქვია ყავს ერთი ახლობელი ისა წამპალი ნარკომანი ამოთაქული ხა კლასიკური გაგებით ნარკომანი ხო ვიცით რაც არის მაგრამ ჩვენთან ქუთაისში წამპალი და ამოთაქული ნიშნავს ყველაფერზე რომ მიდის და იმიტომ რომ მის მეუღლეს საყვარელი ყავს მანესიცი საყვარელი რო ყავს მაგრამ საყვარელი ფულიანია ფულიანი საყვარელი რო ამას წამლის ფულს აძლევს იგი იმას აძლევს იგი ამას წამლის ფულს აძლევს და ყველაფერი ჰარმონიაში ერთგვარად ხო და
და ქალიშვილი ყავს ძალიან ლამაზ სხვათა შორის და მოსტაცეს გოგო ჭიშკართან. მოსტაცეს გოგო და იმ წუთში მეზობლები ასე შეიშვილი მოიტაცა ნარკომანს და გავარდა მიზმაკაცთან იმ წუთში იქვე გადახტა და ჩქარაშვილი მოიტაცეს ჩემიო და ესაო რამდენი ხანიაო რაც მოდი რამდენი ხანია რა შუაშია კაცო ჩქარა გამოდი მაგასთან მივარდა ჩქარა გამოდი და მიშველე რაღაცაო რო ბავშვი მოიტაცეს უნდა დავეწიოთ ბიჭო რამდენი ხანია რაც რა მნიშვნელობა აქვს შეუპატრონო რამდენი ხანია მაგასთან აქო მნიშვნელობაო კაი 15 წუთის წინ მოიტაცესო უთხრა აცალე კიდე 1-15 წუთიო და რო გაიგებს დედა ყავს ბოზი და მამა ნარკომანი თავის მოგიყვანს უგან ძალიან მაგარია აი სუფორმაში ხარ რა მოკლედ რა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ აი ესეთი ენერგიაზე ხარ და ყოველთვის გააქვს იმის ეგრეთ წოდებული ალბომი მუღამი რომ აი ჩვენ გადაცემაში მოხვიდე და ლიანად ესენი ეს იუმორი დაცალო და წახვიდე ისე ქუთაისში მე მინდა ხოლმე რომ აი უფრო ხშირად მოგიყვანო გადაცემაში სტუმრად იმიტომ რომ აი რაღაცა ასე მგონია რომ შენს გარშემო ამბები არ ილევა რა. კი, ჩავინიშნავ ახლა და გაიცავ კიდე ჩამოვალ უკეთესი ამბები. აუცილებლად გვეწია. წარმატებებს გისურვებთ. დათო ლიკრიკაძე იყო ჩვენი გადაცემის მოწვეული. მადლობა.